თავი მე-6. ვიხილე რომ კრავმა ახსნა ერთი ბეჭედი 7-თაგან და მომესმა 4-დან ერთი ცხოველი თითქოს ქუხილის ხმით ლაპარაკობდა. მოდი! შევხედე და აჰა თეთრი ცხენი და ზედმხედარი რომელსაც ჰქონდა მშვილდი და მიცემული ჰქონდა გვირგვინი და გამოვიდა გამარჯვებული და რათა გაიმარჯვოს. როცა ახსნა მეორე ბეჭედი მომესმა ხმა მეორე ცხოველისა რომელიც ამბობდა მოდი და იხილე. გამოვიდა მეორე ცხენი წითელი მის მხედარს მიცემული ჰქონდა დედამიწიდან მშვიდობის წაღების ნება რათა ერთმანეთი დაეხოცათ. მიცემული ჰქონდა დიდი მახვილი როცა მესამე ბეჭედი ახსნა მომესმა ხმა მესამე ცხოველისა რომელიც ამბობდა მოდი და იხილე. ვიხილე აჰა შავი ცხენი და მის მხედარს ხელში სასწორი ეპყრა. 4 ცხოველი შუაგულიდან მომესმა ხმა რომელიც ამბობდა საწყაო ხორბალი დინარა და 3 საწყაო ქერი დინარა ხოლო ზედსა და ღვინოს ნურასავლე. როცა მეოთხე ბეჭედი ახსნა მომესმა მეოთხე ცხოველის ხმა რომელიც ამბობდა მოდი და იხილე. შევხედე და აჰა ფერმიხტილი ცხენი და მისი მხედარი რომლის სახელი სიკვდილია ჯოჯოხეთი მოყვებოდა მას და მიცემული ჰქონდათ ხელმწიფება დედამიწის მეოთხე ნაწილზე რომ დაეხოცათ מחვილით და შიმშილით ჭირით და მიწის მხეცებით. როცა მეხუთე ბეჭედი ახსნა სამსხვერპლოს ქვეშ დავინახე სულები დახოცილთა ღვთის სიტყვისათვის და მოწმობისათვის რომელიც მათ ჰქონდათ. დიდი ხმით ღაღადებდნენ და ამბობდნენ მიეცა თითოეულ მათგანს თეთრი სამოსი და ეთქვა რომ დამშვიდებულიყვნენ კიდევ ცოტა ხანს ვიდრე მათი თანამორჩილნი და მათი ძმები რომელნიც მათსავით მოკლულნი იქნებიან არ შეასრულებენ რიცხვს. როცა მე-6 ბეჭედი ახსნა ვიხილე აჰა მოხდა დიდი მიწისძვრა მზე გაშავდა როგორც ბალნის ძაძა და მთვარე მთლიანად სისხლივით გახდა. ცის ვარსკვლავები მიწაზე ჩამოცვიდნენ როგორც ძლიერი ქარით შერხეულ ლეღვის ხელს გასცვივა მკვახე ლეღვი. ცა გაუჩინარდა დაგრაგნილი წიგნივით ყოველი მთა და კუნძული დაიძრა თავისი ადგილიდან დედამიწის მეფეები და მთავრები 1000-ის თავები დიდრები და ძლიერები ყოველი მონა და თავისუფალი მიიმალნენ ღვინეებსა და მთის გამოქვაბულებში უთხრეს მთებსა და კლდეებს და კრავის რისხვისაგან ვინაიდან მოვიდა მათი დიდი რისხვის დღე და ვინ გაუძლებს